ჩვენი სტუდიის სტუმარია ნიკოლო ზალავიძე, GeoCase-ის მრჩეველი, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ პასუხობთ ჩვენ კითხვებს. მინდა ვილაპარაკოთ 8 აგვისტოს შეთანხმებაზე, მისი რეალობად ქცევის შემდეგ ეს რა ტიპის პრობლემებს შექმნის, რა ტიპის შესაძლებლობებს საქართველოსთვის, როგორ უყურებთ თქვენ ამ ამბავს? იმედია პრობლემებს მარტო ბოროტების იმპერიისთვის შექმნის ეს ყველაფერი და საქართველოსთვის ეს პრობლემას ნამდვილად არ შექმნის, ყოველ შემთხვევაში ჩემი რწმენით, საქართველოს თვითონ შეიქმნა ეს პრობლემა, უბრალოდ ეს შექმნის ძალიან დიდ და ბევრ შესაძლებლობას რეგიონისთვის, სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის, ჯერ მარტივი მიზეზით და უკვე შექმნა კიდევაც გაცილებით მეტმა ადამიანმა გაიგო სამხრეთ კავკასიის რეგიონის არსებობის შესახებ უკვე ამ შეხვედრის შემდეგ, გაცილებით მეტმა ადამიანმა გაიგო ის რომ აქეთ რაღაცა ხდება ამ ტერიტორიაზე, რაც უკვე უდაოდ კეთილი და კარგი ამბავია, ეს მცირე ირონიით რომ ვახსენოთ. რაც შეეხება შესაძლებლობებს, მშვიდობა რეგიონში პირველ რიგში არ მგონია რომ სხვის ომებზე ხელების მოთფობა ეს რაღაც მეზობლობის ნიშანი იყოს. არ არის საჭირო არც ვიკიპედია, არც რაღაცა ღრმა მძიების სისტემები, რომ კარგად ვიცოდეთ ამ რეგიონში ვინ გააღვავა ეს ომი, ვინ აღვავებდა ამ 20-30 წლის მანძილზე კი არა, ბოლოს 100 წლის მანძილზე და მას შემდეგ რაც აზერბაიჯანში ნავთობი აღმოაჩინეს და საქართველოს გავლით ხდებოდა ამ ნავთობის ევროპაში გატანა, მე თქვენ შეგახსენებთ მე-19 საუკუნის დასაწყისს, მაშინ ის იმპერია არ იყო ეგეთი ძლიერი და ხელს ვერაფათურებდა, რითიც მოხდა ზოგადად ამ რეგიონის ცნობადობის გაზრდა ევროპისთვის, თქვენ თვითონ პირველი ნავთობი აღმოჩნდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და ის შემდეგ ხის კასრებით საქართველოს გავლით გადიოდა ევროპაში და მოკლე გზელი ისტორია. თუმცა იმ მცირე მოძლიერების შემდეგ ეს კონფლიქტი და ეს უბედურებას ერთადერთი ბოროტების იმპერია აღვივებდა და ყველაფერს აქვს თავის დასასრული და დასრულდა. ყოველ შემთხვევაში დეკლარირებულად დოკუმენტის სახით სამი ადამიანის, ანუ სამი ლიდერის ჩართულობით ეს გაფორმდა. ეს არის წინაპირობა იმ დიდი მოსალოდნელი რეფორმისა, მოდი რეფორმა დავარქვათ, ამ ყოველთვის რეგიონის რეფორმისა, რომელზეც ჩვენ საუბრობთ. მოდერნიზება, განახლება, ანუ მივიწყებულის გახსენება და ყველამ კარგად იცის. ჩვენ ვიცით ყოველ გვესმის, ხო? ანუ ძალიან ცნობილი ანდაზა ყველა კვერცხი ერთ კალათში უნდა ჩავდოთ, ხო, რისკების დაზღვევა. და ანუ ეს ძალიან ჩამოყალიბდა კაცობრიობას და განსაკუთრებით მე-19 საუკუნის შემდეგ, როცა უფრო ინდუსტრიული რევოლუცია შევიდა თავის ზენიტში, ადამიანებმა მეტნაკლებად უფრო კარგად ისწავლეს რაღაც გასული შეცდომების გათვალისწინება, ზუსტად ამ ნაწილში არის. ეს კორიდორები ყველაფერი ქმნის გლობალურ თანამედროვე წესრიგიდან ჩამოყალიბებულ საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს, სადაც წაგებული მხარე არ არსებობს. წაგებული არის ის მხარე, რომელიც თვითონ იგდებს ამ პროცესში თავს, თვითონ აკნინებს ამ პროცესასე და ვერ იყენებს ვერანაირად იმ შესაძლებლობებს, რომელიც მათ მიეცათ. არ არსებობს დედამიწაზე ისეთი სუბიექტები, ამ შემთხვევაში ქვეყნები, რომელსაც არ გააჩნია რამენაირი კონკურენტული უპირატესობა. მე-19 საუკუნის გენიალური ეკონომისტია დავით რიკარდო, ბრიტანელი ასევე, რომელსაც აქვს ესეთი თეორია შემუშავებული, შექმნილი, რომელზეც დგას დღევანდელი ეკონომიკაც, შეფარდებითი უპირატესობები და ასე შემდეგ, რომელიც პირდაპირ გაგებით ეხლა არის აი ამ მე-19 საუკუნის ეკონომიკური თეორიის წლების მანძილზე დამტკიცებული ახალი სიცოცხლის რეალიზების მომსწრები გავხდეთ ჩვენ. ამ პროცესით არის მოგებული, როგორც ვთქვით, რეგიონი. მოდი საქართველოს ცოტა ხანი გვერდზე გამოვყოთ. ესეთი ცნობილი ფრაზა არის, ბარბარის ვიხმართ თქვენის ნებართვით, expanding the pie, ანუ ნამცხვრის ნაჭერის გაზრდა, ანუ გადაქცევა ტორტად. ყველას გვიყვარს, ყველა ჯანმრთელები ვართ და გვინდა რომ რაღაცა აღვნიშნოთ და არ ყოფნიდა ეს ნამცხვარი. ახლა ძალიან კარგი ადამიანების წრე არის შეგროვილი და უცბად გაჩნდა ეს დიდი ნამცხვარი, რომელიც ყველას ეყობა. საქართველოს ამ შემთხვევაში აი ამ ბყალებში სუფრიდან, აი ამ ძალიან კარგი კამპანიიდან თვითონ გაირიდა თავი, ყველას გამოუცხადა ბყალებში ომი, არავინ არ მიიღო რაღაც შეთქმულების თეორიიდან გამომდინარე, იმიტომ რომ მე რო არ გავთხოვდი ხა ჩემი ოჯახი მერვიულობს და ამიტომ წავიდა რა, ეს დაახლოებით ამ სახით. ამიტომ საქართველოს უნდა არ უნდა ეს რეგიონი ვითარდება, ეს ბოროტების იმპერია აქედან ძალიან დემონსტრაციულად გაიწია გვერდით და ხედავთ რომ ეს პროცესი მიმდინარეობს. არის ეს კითხვა, ეს არის მისი
გაწევა თუ უბრალოდ ახლა ამისთვის არც ძალია და ის რაღაც პრობლემებს შექმნის? არა, მოდით ახლა იცით რომ აი ამ გაწევის კონტექსტში რომ ვიმსჯელოთ საქართველოს ჩვენ აი განსაკუთრებულად აი ეს ყველაზე მწვავე ბოლო 2 წელი და 2 წლამდე როგორ მივედით და შემდეგ 28 ნოემბერს გაცხადებული საშინელი რაღაც სიბრიყვე, აი აბსოლუტური წარმოუდგენელი სუპერ მავნებლური, აი ადრეც გვი სხვა ეთერში, სხვა მეგობრებთანაც კიდევ ერთხელ გავებეორებ, აი ცოტა ხატოვნად რო შევადაროთ, ყველა ვიცით, კარგად. ობახიძის განცხადებაზე ლაპარაკი მაყურებლისთვის განმარტა. ფილმი გიორგი სააკაძე და ერთი მომენტია, ხო, იქ გამყიდველი, აი ვიღაც საშინელი ცუდი ტიპაჟი რა, თუმცა ქართველი, რომ აი რომ დაიჭრება და დაიჭრელი მაინც ბოლო ამბოს უთქვით. ეტყვის რომ ქართველებს ბეზარბაზნები არ აყავთ და რომ მოკუდება მერე ტიპი. აი ეს სცენა ყველას გემახსოვრებათ, ბავშვობიდან ესე დამრჩა და ძალიან ესეთი აი ზუსტად მაგდონის განცხადება იყო ის მაშინ, აი ამ სუბიექტის მხრიდან, რომელმაც ამ ქვეყანას ძალიან უდიდესი დარტყმა მიაყენა. ამ კონკრეტულ კონტექსტში რომ დავბრუნდეთ ჩვენ ახლა 8 აგვისტოსის კარმა, მაინც როგორი კარმული თარიღი არის, ხო, აი ამ ნაწილში ძალიან მიხარია მე პირადად და ვიზიარებს დარწმუნებული ვარ უმეტესობა ჩვენი მაყურებელის. ეს ამ ნაწილში ჩვენ უბრალოდ ეს მოვლენა საქართველოსთვის არის ერთ-ერთი იმ მრავალთაგანი ნეგატიური კალკულირებადი, განზომვადი რისკებიდან, რისკის რეალიზება, რომელიც ზუსტად ვიცოდით და ზუსტად ვიცით, რომ კიდე ამის გარდა ბევრი რაღაც მოხდება. ჩვენი როგორც ქვეყანა, ის ხალხი, ვინც თulis თავის თავს ამ ლიდერშიპად ამ ქვეყნის და რაღაც მიექანება რაღაც ხევში და უკვე ბევრჯერ დავამტვრევთ, ну ასათ არ ვიცი ხა რა აქვს, მაგათ მე ვხედავ იმას, რომ ძალიან ნეგატიური პროცესებში მივდივართ, ვართ უკვე ამ პროცესებში და ეკონომიკა საკმაოდ ისეთი ასევე კარმული მიდგომა აქვს, ის იმ დროს რეალიზდება, როცა ბჭყალებში ეს როგორ მოგვივიდა. დაახლოებით ესეთია. ზუსტად იგივე პროცესი არის, რომელიც არა მეცნიერული დაკვირვებით არის, მაგრამ სამწუხაროდ ბევრმა ეს ექსპერიმენტი რეალურად ჩაატარეს, ბაყაყის ცივწყალში ნელა მოხარშვიდან გამომდინარე არის, რომ ჩვენ ვართ ის ბაყაყი, ეს ქვეყანა, კი, რა თქმა უნდა, იმიტომ ის ცივსისხლიანია, მისთვის ის არის და კი, არაფრისთვის, იმიტომ რომ ვიღაცა გაუგებარი ადამიანები სრულიად აი შეუსაბამოები, აი ისე მოდი ალეგორიებს გამოვიყენებ ხოლმე, ბევრს, იმიტომ ამ ძიმე რაღაცაზე ცოტა თუ არ გადავედით, არ შეიძლება, ასევე გენიალური ქართული ფილმიდან არის თანამდებობისთვის შეუფერებელია, ხო, ვიცით ყველამ ეს ფილმი. და ახლა ანუ სრულიად გაუგებარი სუბიექტები, რომლებიც არ საიდან არ გაჩნდნენ, სრულიად ნეგატიური სელექციის ამ სპირალური შედეგით რაც მივიღეთ, ანუ ამაზე უარესი რა უნდა მოხდეს და ისევ და ისევ ბარბარიზმით, ხო, ნევასეინევა ამბავში მივიღეთ ისეთი, რომ სულ ამ კლეპტოკრატიული, კორუფციული, გაუგებარი აი ამ პრეფერენციებზე დაფუძნებული რაღაც სისტემით შექმნილი ტიპები ჩაუვარდათ რაღაც ძალაუფლება არ საიდან, ჩაუვარდათ რაღაც სიმდიდრე, რომელიც თლიანად კორუფციული თემით არის. კორუფცია ადრეც ბევრჯერ მithქვია, ჩემი განსაზღვრებით, ჩემი გაგებით არ არის მარტო ის, რომ რაღაცა მოვიპარე იმ თანამდებობიდან გამომდინარე, რომელიც იყო და მოვპარეს ბიუჯეტს. კორუფცია ასევე არის ის, რომ ის პოზიცია, რომელზეც ის კონკრეტული ადამიანები იკავებენ, ვერ წარმოადგენენ ვერანაირად მათი შესაძლებლობებით ამ რეალიზებას იმ საქმის, რომელიც მათ ეხებათ და ისინი უბრალოდ ამას იყენებენ მათი და მათი ვიწრო გარემოსთვის გამდიდრებისთვის. ოღონდ სხვების საზიანოდ. არის ესეთი გენიალური ეკონომისტი კარლო ჩიპოლა, რომელმაც 60-იან წლებში შექმნა თეორია ადამიანური სისულელის შესახებ. ადამიანის სისულელს ბევრი იკვლევდა, ერთ-ერთი გენიალური მკვლევარი იყო გერმანელი ფილოსოფოსი დიტრიხ ბოინჰოფერი, მისი თეორია განავრცო ჩიპოლამ, თუმცა მეცნიერულად ეკონომიკური მეცნიერებზე დაფუძნებით ახსნა, არამე გაზომვადი თეორიებით. ამიტომ არის რამოდენიმე ჯგუფი სისულელის, ზოგი ამას სისულელი, ამიტომ აკეთებს ცუდ რაღაცას, იმიტომ ვერ იაზრებს და მე მაგალითად იმ სისულელებს რო გავაკეთებ რაღაცას, მე უბრალოდ მინდა რომ თქვენ გასიამოვნოთ, აგერ თქვენს მეგობრებს ვასიამოვნოთ და ისე ვიზავ რომ დავაზიანებ საკუთარ თავსაც და საბოლოოდ თქვენსაც, მაგრამ არიან სულელების ისეთი კატეგორია, რომლებიც ამას აკეთებენ შეგნებულად და იმიტომ რომ სხვები დააზიანოთ, თავისი თავისთვის მიიღონ რაღაცა ბენეფიტი. აი ზუსტად ჩვენ ვაკვირდებით ამ რაღაცას, ამ კატეგორიაში განიხილავთ. დაახლოებით კი, იმიტომ რომ ჩვენ რასაც ვაკვირდებით, ხელისუფლება ცდილობს რომ თავი ხოლმე შეინარჩუნოს თვითონ რაღაცა манипуლირებადი ციფრებით, რაღაცა სტატისტიკური ეკონომიკური ძდებით წავიდეთ. ამ ტიპის ხელისუფლების პირობებში, ახლა მე არ ვიცი ამ კონკრეტულ მოცემულობაში თქვენ ამ მათი შეცვლის რა რესურსს და შანსს ხედავთ, ამ მოცემულ პირობებში ლეგიტიმურს უწოდებს ვინმე თუ არალეგიტიმურს. ეს არის ხელისუფლება ამ ქვეყნის, როგორ შეიძლება მან ეს მოცემული რეალობა გამოიყენოს ქვეყნისთვის სასარგებლოდ
რეალობა, რომელიც მათ შორის ამ 8 აგვისტოს სცენამ შექმნა, რომელიც შეიძლება, არ ვიცი, დიდი მოლოდინები არ არსებობს, მაგრამ 15 აგვისტოს შეხვედრამ შექმნას. გულისხმობ ტრამპი-პუტინის შეხვედრას. სხვადასხვა კი, რა თქმა უნდა. მოდით სულ სხვადასხვა სიბრტყეებში განვიხილოთ, იმიტომ 15 აგვისტოს შეხვედრაც ძალიან დიდი მოვლენა უნდა იყოს, ანუ ანონსირებული ქრონიკაა რაღაცის, თუმცა იქ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია და ამაზე ჯობია უფრო პოლიტიკურმა მიმოხილველებმა იმსჯელონ და ჩვენ დაველოდოთ უბრალოდ ამას, ჩვენ ვიცით ანონსი, ტრეილერი ვნახეთ, რა უნდა მოხდეს, როგორ თუ შედგება საერთოდ ეს შეხვედრა და თუ შედგება მე ესეთი Excel-ში ძალიან კარგი არის ფორმულას წერს ამ if და მე შეგიძლია უამრავი დაუსრულებელი კომბინაცია ჩაწეროთ ალგორითმული. ამიტომ მოდი ამ ალგორითმს თავი დავანებოთ. ამ ნაწილში ისევ ჩვენს უბედურებას რო დაუბრუნდეთ. ვიმჯელოთ იმითიკე რომ მე ნიკა რაღაც სუბიექტურად ვიღაცას არ უნდა რაღაცას გაბრაზებული ან გაბუტული ან ნიკა ძალიან ცუდი ტიპია, იმიტომ რომ ჩემზე მაგსაუბარ, იმიტომ განსხვავებული აზრი მაქვს, ხო? და განსხვავებული აზრი რომ მაქვს ამის გამო უნდა დავისაჯო, უკვე დავისაჯე, მთელი ოჯახით, კიდევ ვისჯებით და ასე და ესევე ნიკა არის და მინიმუმ ფიზიკურად 500 ადამიანი ამ ქვეყანაში, რომელიც ძალიან მძიმედ დაისაჯა ფიზიკურად და კიდევ გრძელდება და მთელი საქართველოს მომავალი იჯება ამ ჩვენი წილხვედრის მრავალი მილიარდი წელი და ასე შემდეგ ზეზოდამზიადან მოყოლებული და კიდევ ეხლა მათი ნათესავი რო იპოვეს კიდევ ზეზოდამზიასი რაღაც მათიდან მოყოლებული. ამ მოცემულობის ტიპებით, ანუ უბრალოდ როგორ უნდა შეცვალონ, რა უნდა შეცვალონ. მათ აქვთ ეს კაპიტალი ინტელექტუალური, მორალური, რომ დააბრუნონ ეს ყველაფერი, მე ვფიქრობ, რომ მათ არ აქვთ რაც ინტელექტუალური, რაც მორალური კაპიტალი, მათ აქვთ უბრალოდ თავისი აი მოხვეჭილი, უკვე ძალიან ფართოდ უკვე დაუმალავი კორუფციული გარიგებებით მოხვეჭილი რაღაცა სიმდიდრის შენარჩუნების, მათ ამისი ძალაუფლების დაკარგვის კი არ ეშინიათ, მათ ეშინიათ აი ამ უკანონოდ მოპოვებული სიმდიდრის შენარჩუნების და ამ დაკარგვის ნაწილში და ამ ყველაფერზე არის წამსვლელი ეს კატეგორია და მე რომლებიც რაღაცნაირად ძალაუფლებაში არიან, იმიტომ რომ კორუფცია რაღაცა ესეთი ჭყალებში ბნელი მოქმედებები ყველგან არსებობს, თუნდაც მოსალოდნელი 15 აგვისტოს შეხვედრისთვის ჩვენ ვიცით, რამხელა მძიმე კონტექსტი არის ამის უკან, მაგრამ ყველა ქვეყანას აქვს უფლება რომ განვითარდეს. ჩვენმა ქვეყანამ თვითონ გადაწყვიტა, ეს მარტო ხელისუფლების ბრალი არ არის, ეს ყველა ნიკა მათ შორის და ნიკას ოჯახის წევრებმაც, ვიზეც მე ვარ პასუხისგებელი, ჩვენ თვითონ გადავწყვიტეთ ეს რომ რაღაცა შევეგუეთ, რაღაცა ესე მივიღეთ და ესე ვაკვირდებით და ოდესღაც რაღაცა თავისით მოხდება. და ხო მე არ გავაკეთო არაფერი და თავისით მოხდება. თუ არაფერი არ მოხდება, რა თქმა უნდა, ყოველთვის დავაბრალებ ვიღაცა ჩემს მეზობელ, რა ვიცი, გრიშას, რომელიც არაფერ შუაშია, მაგრამ მთვარე რომ ცუდად ამოვა, იმისი ბრალი იქნება. ან გუში რომ სავსე მთვარე იყო, მისი ბრალი. მოქალაქემ რა უნდა ქნას, რაღაც შეიცვალოს. მე გეკითხებით ხელისუფლებამ რა უნდა ქნას, რომ ხელისუფლება, ავიცი, ჩვენ ხელისუფლებამ ფლაგმანობიდან სრულად ჩამორჩენილ მოთამაშედ არის. არა, ეს ხელისუფლება, მე ეს ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკვირდებით და რასაც შვება, ეს არის ყველაფერი შეგნებული საქციელები და ქმედებები. დარწმუნებული რომ არავის არ ჯერავს. მაჩანჩალის რაღაც შეიძლება არ არის კარგი, მაგრამ ეს როლი არის მათი. მე სუბიექტივ ჩემას გეტყვით ამ შემთხვევაში, იმიტომ ეს ყველაფერი მათი საქციელები ნებისმიერ მეცნიერული არც ცნობილ კვლევის შედეგებს ცილდება, ანუ რომ მიუსადაგოთ რაღაცას მეცნიერულ დაკვირვებებს რა ესე იყო, არანაირად არ ჯდება ამ ფსიქოანალიტიკურ ნაწილებში. ეს ყველაფერი ჯდება მხოლოდ ადამიანურ სიხარბის კანონებში, აი კარლო ჩიპოლას მესამე და მეოთხე კანონში პირდაპირ და ძალიან მარტივია მოგაწყვით შემდეგ რომ დავწებით ამ ძალიან მოკლე ნაშრომია. ეს კიდევ და კიდევ ეს არის ძალიან მაღალ დონეზე შესრულებული ეკონომისტის მიერ მეცნიერული კვლევიდან გამომდინარე შედეგი. ამიტომ ვინც იცის მიხვდება, ვინც არ იცის გაეცნობიან და მიხვდებიან. ეს არის სრულიად გეგმაზომიერი მათი მხრიდან საქციელი, რომ მათ შეინარჩუნონ და მაქსიმალურად გაიხანგრძლივონ ეს მდგომარეობა, რომელშიც მათ თავისთავად დაიჭირეს. ამ ქვეყნის როლის რაღაცნაირად დაკნინება და ეს თვალსაჩინო იქნება ყველასთვის. ეს თვალსაჩინო არის უკვე. ხო, მაგრამ მათ ხომ თავისი მომხრეების რაღაც ნაწილი ხომ მუდმივად იკვებება რაღაც ტიპის თეორიით, რომ ეს იმიტომ რომ ომი არ იყოს, ეს იმიტომ რომ აი რუსეთი იქ ომობს, ანუ სხვადასხვა ტიპის საკვებს მუდმივად იძლევა ის და
თუ ის თვალსაჩინო გახდება, რომ რაღაცა ჩვენს რეგიონში დიდი ცვლილებები მიდის, ტრამპის გზა გადის, სხვა გლობალური ომის პარტიას ასე ადვილად ვერ უწოდებ ამ მოთამაშეებს, მოკეთ რაღაც უფრო თვალსაჩინო თუ გახდება, მათ ხომ შენარჩუნებისთვის მათ შორის რაღაც საკვები სჭირდება ამ საზოგადოებას. დიანა, აი ამ კითხვაზე, ამ თქვენს ამაზე არის ძალიან მარტივი პასუხი კაცობრიობის ისტორიის და არის ურჩევდი თქვენ მაყურებელს, დარწმუნებულად უმეტესობა ამ ნაშრომებს იცნობენ, ეს ორი ეს გენიალური წიგნია, ერთი ეს ებრაელი მკვლევარის და ძალიან ცნობილი კაცი იუვალ ნოე ჰარარის ადამიანის ისტორია, ანუ საპიენსის ისტორია, ანუ ჰომო საპიენსის ისტორია და ზოგიერთი ძალიან დიდი პოლიტიკოსის გასაგონად მინდა რომ ჰომო საპიენსეს არ არის მაკნინებელი სიტყვა, რომ იცოდეს, ეს არის ადამიანს, თანამედროვე ადამიანს ჩვენ გვნიშნავს, ჩვენამდე აი ეს რომ ზეზოადამზია და მათი ნაცავეროპოვეს ის წინა მორბედი საპიენსი იყო, ერეტიკუსი, თუ ასე შემდეგ და ასევე კიდევ არის ძალიან ბევრი დიდი ეკონომისტების ნაშრომები, აი ერთ-ერთი ძალიან ცნობილი და კარგი ნაშრომი, რომელიც ქართულად არის ასევე გაათარგმნილი, რატომ კოტრდებიან ერები. აი ამ თქვენს ნათქვამზე ამ პასუხი არის აქ. ძალიან ბევრი დიდი იმპერია ვიცით, ძალიან ბევრი დიდი კორპორაცია ვიცით და კომპანია ვიცით, რომელსაც ეგონა რომ იყო ყველაფერი მუდმივი, მაგრამ ასევე ცნობილი ფილოსოფოსის სიტყვებია, რომ არაფერი არ არის მუდმივი. კონსტანტინოპოლი როცა დაეცა და ჩვენ კარგად ვიცით, ხო, მაშინ ეს იყო ყველაზე მდიდარი იმპერიის, ყველაზე პროგრესული, ყველაზე ინოვაციური, ბლა-ბლა-ბლა, ყველაზე უმდიდრესი ქალაქი, მთავარი სახელმწიფო, სადაც იყო ასევე ყველაზე დიდი დაქირავებული ჯარი იმ კონკრეტულ მომენტში მობილიზებული, მაგრამ მაინც დაეცა, ხო? ზუსტად იგივე პროცესია ახლა, ის მომხრეები, ვიზეც ესეთი დგანან და არიან პესიმისტურად, ნუ დატოვა. არა, ეს პესიმიზმი, ეს არის ის რეალიზმი, რომელიც კაცობრიობის ისტორიას გააჩნია. ჩვენ არა ვართ, ჩვენ ვიცით, რომ ყველაზე მაგარი ჯარი, ყველაზე მდიდარი ადამიანი, ვინც იყო დედამიწაზე, აი მე-20 საუკუნეში, 21-ეს გარდამავალზე, ინფლაციის შორსაც არ იყო, როგორ დაამთავრა სიცოცხლე. ჩვენ არ გვინდა არანაირად ამ აგრესიისკენ რომ წავედით, მაგრამ ეს არის კანონზომიერი. იმიტომ რომ ეს სანახაობა, რომელიც უკვე აღარ გახდება საკმარისი, აი ამ ჯგუფმა, რომელიც ჭყალებს თავის მომხრეებს ეძახის, რომ ანგარიშწორება მოახდინოს მხოლოდ სანახაობით და ვეღარ მიაწვდის მათ იმ საკვებს, რომელიც ჭირდება, რომ იმ ადამიანმა ფიზიკურად იარსებონ, იმიტომ რომ ეს საკვებს ისინი აწვდიან ისევ და ისევ ბიუჯეტის ხარჯზე, ხო? აი როცა მაღალმთიან რაიონებში აღარ დაშრება იმ აუზებში წყალი და ასე შემდეგ და ეს მალე დაშრება ძალიან უკვე ეს ყველაფერი დატრიალდება. ამ კონტექსტად შეეხება, მოდით ეს პოზიტიურ ნოტაზე რომ დავამთავროთ, ეს არის ძალიან დიდი გარღვევა რეგიონისთვის, გარღვევა არის კაცობრიობისთვის და ევრაზიის კონტინენტისთვის. ეს პროცესი იმუშავებს ამ ორ ქვეყანასთან ერთად, საქართველოს გეოგრაფიულად აუცილებლად იქნება. უბრალოდ საუბარი გვაქვს ჩვენ აი მოსახლეობა, ამ ინკლუზიურობიდან გამომდინარე, იქნებიან თუ არა ბენეფიციერები, დავრჩებით თუ არა, ისევ გავაგზავნეთ თუ არა სადღეგრძელობის ხმას და ოდესმე დიდი ყოფილა საქართველოს ამბავს, ჩვენთან ჩვენს გარეშე. კი ბატონო, მადლობა ნიკოლო ზალავიძე, GeoCases მრჩეველი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო, ხო? ყოფილი, კი. ოცნების პირობებში. მე პარტიული არ ყოფილი არასოდეს, თუმცა ქართული ოცნების 2019 წელს ვიყავი, მაგრამ ეს რა თვემდე გაგრძელდა და კი ბატონო. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. რეკლამის შემდეგ ჩვენ